უნდა გამოვტყდე მეგობრებო, ირგვლივ რომ ვიყურები, საერთოდ ვერ ვიგებ რა ხდება. გონია რომ ხალხი ამ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის დაპირისპირებას სათანადოდ არაკასებს. გამიგეთ სწორად, არავინ ითხოვდა ამ ჩხუბს ინტერიმ დროებითი კამრისთვის. ყველას გვირჩევნია მაქს ჰოლოვეიზე და არმანზე ვილაპარაკოთ, ან არმანზე ვინმე სხვასთან. მაგრამ ეს სხვა თემაა. ის ფაქტი, რომ ამ ბრძოლას ისე უყურებენ, თითქოს შედეგი წინასწარვე ცნობილია, აი ეს არ მასვენებს. MMA კომიუნიტიში სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან ერთსა და იმავეს გაიძახიან. აუ ძმაო, პედი უბრალოდ პარტერში ჩაიყვანს და მოუგებსო. კი ბატონო, ეგ შესაძლებელია, არ ვუროღობ, მაგრამ ერთი წამით მაინც რომ შევჩერდეთ და ჯასტინ გეიჯის ცოტა პატივი ვცეთ, არ შეიძლება? მართლა გჯერათ, რომ ეს პედისთვის პარკში გასეირნება იქნება? ისტორიამ გვაჩვენა, რომ ჯასტინთან ჩხუბი არასდროსაა მარტივი, მაშინაც კი როცა ის აგებს. მესმის არგუმენტები გეიჯის წინააღმდეგ. 36 წლისაა, უამრავი ომი გამოიარა. ელიტარულ გრეპლერებთან ყოველთვის უჭირდა. ვნახეთ ხაბიბთან, ვნახეთ ჩარლს ოლივეირასთან. მაგრამ მოდით სერიოზულად ვისაუბროთ. მართლა ერთ დონეზე ვაყენებთ პედის გრეპლინგს ხაბიბის ან ოლივეირას დონესთან? ეს ხომ სრული აბსურდია. ჯარედ გორდონიც კი ახერხებდა პედისთან პარტერიდან ადგომას და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. პირდაპირ გეტყვით, მე პედის პროდუქტის არ მჯერა. საერთოდ არ მაინტერესებს, რომ ბოლო ჩხუბში მაიკლ ჩენდლერს მოუგო. ეს გამარჯვება ჩემს თვალში მას ლეგიტიმაციას არ მატებს. 2025 წელს ჩენდლერის დამარცხება სულაც არ ნიშნავს იმას, რაც ხალხს გონია. ოლივეირამ თითქმის 50-45 მოუგო მას. ჩენდლერი კი ზედიზედ 3 წაღების სერიაზეა. ის ბერდება, მისი რესურსი იწურება. თუ რეალისტები ვიქნებით, ჩენდლერის ბოლოდროინდელი რეზიუმე საერთოდ არ შთააგონებს ნდობას. დან ჰუკერისა და პრაიმს გადაცილებული ტონი ფერგიუსონის გარდა ვის მოუგო? ტონი იმ დროისთვის უკვე დამთავრებული იყო. ასე რომ, როცა ხალხი ჩენდლერზე გამარჯვებას იშველებს, იმის დასამტკიცებლად, რომ პედი უცებ ელიტა გახდა, მე ამას არ ვყიდულობ. პედის სერია რეალურად რომ შევხედოთ, ხელოვნურად არის შექმნილი. ჩენდლერი, ფერგიუსონი, ბობი გრინი. თუ გულახდილები ვიქნებით, ეს მიკი მაუსის გზაა. არ ვამბობ, რომ პედი სუსტია, მაგრამ ეს გზა მომავალ ჩემპიონობას ნამდვილად არ ღაღადებს. აი, რატომ ვერ ვიგებ, რატომაა ფსონების კოეფიციენტებს შორის ასეთი სხვაობა? ჩემი აზრით, პედი მხოლოდ ოდნავ უნდა იყოს ფავორიტი და ისიც იმიტომ, რომ გრეპლინგი აქ მთავარი ვაილდკარდია. თუმცა გეიჯის ჭვიდაბას დაცვა გაუმჯობესდა, თუმცა ის არ არის ტყვია გაუმატალი. ხალხს უყვარს რაფაელ ფიზიევის ტეიქდაუნის გახსენება. თითქოს ეგ ყველაფერს ამტკიცებდეს. მაგრამ ეგ ჩხუბი მოკლე დროში დაიგეგმა. ჯასტინი ომისთვის ემზადებოდა და უბრალოდ მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის. მოდით რეალისტები ვიქნებით. ვინ ელოდა, რომ მუაი თაის ექსპერტი ფიზიევი ჭვიდაბას დაიწყებდა. ეს ჭკვიანური გეგმა იყო რაფაელისგან, მაგრამ ჯასტინმა მაინც მოიგო. და თუ ვინმე ცდილობს დამაჯეროს, რომ ჯასტინ გეიჯი ახლა დარბაზში სულს არ იღაფება და საზიზღრ მძიმე რაუნდებს არ გადის, მხოლოდ იმისთვის, რომ ტეიქდაუნები დაბლოკოს, მაშინ საერთოდ არ გწოდნიათ ეს სპორტი. ეს კაცი 36 წლისაა. ის ზუსტად იცის, სად იმყოფება თავის კარიერაში. ეს აღარ არის ოდესღე ჩემპიონი გავხდები. ეს მისი ბოლო შანსია, ბოლო ფანჯარა. და როცა მებრძოლები ეს იციან, მათ ნახევრად მომზადებულები არ გამოდიან. მათ მოდის იმისთვის, რომ წაშალონ ის ერთაერთი სუსტი წერტილი, რაზეც ყველა ლაპარაკობს. ერთი რამ ცხადია, თუ პედი პიმბლეტი მას სუფთად ჩაიყვანს პარტერში, განსაკუთრებით თუ ზურგზე მოექცევა დასაწყისშივე, მაშინ ყველაფერი დამთავრებულა. ამას არ ვუარყოფ. პედი საშიშია, როგორც კი მოგეკრობა. თუ ჰუკებს ჩაგიგდებს და პოზიციას დაიმკვიდრებს, ჯასტინის პირველი შეცდომა შეიძლება საბედიეროს აღმოჩნდეს. ამას პირდაპირ ვაღიარებ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჯასტინი გარანტირებული გამარჯვებულია. მე ვამბობ, რომ ეს დისკუსია ძალიან ცალმხრევი გახდა. ხალხი ისე ლაპარაკობს, გიგონია პედი რაღაც უნაკლო გრეპლინგ მანქანაა, რომელიც პირდაპირ ზურგზე ტელეპორტირება. მე ამისი არ მჯერა. ჩანაწერებს ვუყურებ, პედი ბევრ დარტყმას უშვებს და არა მხოლოდ ელიტებისგან. ტონი ფერგიუსონიც კი ხვდებოდა დარტყმებს. და არ ვგულისხმობ პრაიმტონის, ვგულისხმობ იმ მოსიარულ ღვამილს, რომელიც მხოლოდ იზოლენტით იყო შეწყებული. აი ეს მაინც ხომ უნდა შეანელოს, ეს ჰაიპის მატარებელი. თუმცა რაც უნდა ვითქვა, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი მაინც პედის მხარესაა. მითხარით, მართლა გჯერათ, რომ პედის დარტყმა საერთოდ არსებობს, თუ უბრალოდ გიხარიათ, რომ UFC-მ ახალი ოქროს ბიჭუნა იპოვა. დაწერეთ კომენტარებში, რატომ გგონიათ, რომ ჯასტინს შანსი არ აქვს. მე პირადად მგონია, რომ ამაზე დიდ შეცდომას ვერ დაუშვებთ. მოდით პირდაპირ ვთქვათ. იდეა თითქოს ჯასტინს შანსი არ აქვს, უბრალოდ სასაცილოა.
მართლა გგონიათ, რომ თუ გეიჯი პირველ რამდენიმე ტეიქდაუნს დაბლოკავს და პედის აიძულებს იმაზე დიდხანს იდგეს ფეხზე, ვიდრე მას სურს, ჯასტინი მას ვერ დააზიანებს? ეს ხომ სიგიჟეა. პედის დაცვა დგომში არის ცუდი, ობიექტურად ცუდი. ხელები დაბლა აქვს, ნიკაპი წინ, დარტყმებს სახით ბლოკავს. ეს მუშაობს მაშინ, როცა შენი მეტოქე ყოყმანაობს, მაგრამ ეს არ მუშაობს ისეთი კაცის წინააღმდეგ, რომელიც ყოველ დარტყმაში სულს და გულსდებს. გეიჯს არ ჭირდება იყოს იდეალური. მას არ ჭირდება პედის გადაჭიდავა. მას უბრალოდ ჭირდება თავისი მომენტი. პედი კი ამ მომენტებს უფასოდ არიგებს, როგორც პროდუქტებს სუპერმარკეტში აქციის დროს. ყოველი მისი ბინძური შესვლა ჭიდაობაში, ყოველი დაუდევარი გაცვლა, სადაც დაცვა ავიწყდება. ეს ყველაფერი ჯასტინისთვის შანსია. გეიჯი კი ამ შანსებს არ აპატიებს. ის არ ჩქარობს, ის ელოდება. და როცა ნიკაპაწეული უკონ იხევ, სწორედ მაშინ ხდება დაკეცვა. ხალხს ასევე ავიწყდება რამდენ ზიანს აყენებს ჯასტინი მაშინაც, როცა თავში სუფთად ვერ ხდება. მისი ლოუ-ქიქები, დარტყმები კორპუსში, მუდმივი წნეხი. პედის დგომა ფართოა, მისი საყრდნი მძიმეა და როგორც კი ფეხები დაეჭეჭყება, ტეიქდაუნზე შესვლები შენელდება. უცებ ის გრეპლინგის უპირატესობა აღარ იქნება ისეთი ავტომატური, როგორც ყველას გონია. დიახ, გეიჯის აქვს პრობლემა გრეპლერებთან, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ შეხედეთ სახელებს, ვისაც ადარებთ. ხაბიბი, ჩარლზი. ესენი არიან თაობის საუკეთესო გრეპლერები, იდეალური კონტროლით. პედი საშიშია, მაგრამ ქაოტურია. ის ეყრდნობა არეულობას და არა დომინაციას. თუ ჯასტინი მოახერხებს, რომ ეს ჩხუბი იყოს ბინძური ფეხზე და არა პარტერში, მთელი დინამიკა შეიცვლება. ყველაფერი აქამდე დადის. პედის ჭირდება ადრეული კონტროლი, ჯასტინს კი გადარჩენა და წნეხი. თუ ჯასტინი პირველ შტორმს გაუძლებს ისე, რომ ზურგი არ მისცეს და პანიკაში არ ჩავარდეს, მომენტი მის მხარეს გადავა. და როცა მომენტი გადადის ისეთი მებრძოლის მხარეს, რომელსაც ცუდი დაცვა აქვს, იქ საქმე ძალიან სწრაფად ფუჭდება. მე არ ვამბობ, რომ ჯასტინი უეჭველი მოიგებს. მე ვამბობ, რომ მის მიმართ ასეთი უპატივცემულობა ველურობაა. არ შეიძლება ჩამოწერო კაცი ასეთი ძალით, გამოცდილებით და მოტივაციით, მით უმეტეს ვიღაცის წინააღმდეგ, ვისაც ჯერ კიდევ ელემენტარული ხროლები აქვს დაცვაში. თუ პედი მოიგებს, კი ბატონო, დაიმსახურებს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ჯასტინს გზა არ აქვს, ჩემი აზრით უბრალოდ ზერაფელი ანალიზია. ამავე დროს გულახტილები უნდა ვიყოთ. ეს პედი პიმბლეტის პირველი ნამდვილი ელიტარული ტესტია. კი, ხალხი იტყვის ჯასტინის ასაკს, იტყვიან, რომ მისი BJJ, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ, არ არის ელიტარული, რომ საერთოდ თეთრი ქამარია. კარგი იყოს ასე, მაგრამ ეს მას ავტომატურად მარტივ საკბილად არ ქცევს. მგონია, რომ პედის ტეიქდაუნზე შესვლა ბევრად რთული იქნება, ვიდრე ხალხს გონია. დგომში კი ბოდიში, მაგრამ მე ვხედავ, რომ ჯასტინი უკეთესი დარტყმების სვავს, უკეთეს ქაუნთერებს და ქიკებს. მისი სტილი შეიძლება უშნოა, მაგრამ ეფექტურია. ის გტყვენს, ის უკან ხევს, ის გაიძულებ ორჯერ დაფიქრდეს სინამ წინ წამოხვალ. ხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ პედი ნამდვილია, როცა გეიჯისნაირ მებრძოლს დაამარცხებს. მანამდე კი მე ამ ზღაპრებს არ ვჭამ. ვერ გამოდიხარ ასეთი მიკი მაუსის სერიით, ვერ უგებ ჩამავალ ვარსკვლავებს და მერე მეუბნები, რომ ელიტა ხარ. ჩენდლერთან ჩხუბის შემდეგ მეც კი დავეჭვდი, ვიფიქრე, იქნებ მართლა კარგია მეთქი, მაგრამ არა, ზედმეტი ქაოსია მის თამაშში. ახლა შეხადეთ მეორე მხარეს. თუ პედი მოუგებს გეიჯის და მერე ილია თოფურია vs პედი პიმბლეტი ჩაინიშნება, ჯანდაბას მე თანახმოვარ, დიდი ჩხუბი იქნება, ყველა ვუყურებთ. მაგრამ პირადად მე არაფერი გამიხარდება ისე, როგორც ჯასტინის მიერ ამ ჰაიპის აფეთქება. და ეს იმიტომ კი არ მინდა, რომ ჯასტინი მიყვარს განსაკუთრებით, არამედ იმიტომ, რომ ეს UFC-ს ყველა გეგმას თავდაყირა დააყენებს. მოდით რეალისტები ვიყოთ, ძმაო, ორგანიზაცია აშკარად პედიზე ჩამოდის ფსონს. მათ სურთ, რომ მან მოიგოს, აიღოს დროებითი ქამარი და მერე რაღაც სუპერ ბრძოლაში ჩასვან. ზოგჯერ ეს სპორტი მართლა მაბრაზებს, რადგან სპორტული პრინციპი და მერიტოკრატია ხშირად ნულამდე დადის. თითქოს რეიტინგები რამეს ნიშნავს. როგორც კი ჭირდებათ, მაშინვე ივიწყებენ მათ, თუ უფრო მომგებიანი სტორილაინი გამოჩნდება. შეხედეთ დიეგო ლოპესი vs ალექს ვოლკანოვსკის. რატომ ხდება ეს? ან ახლა უსმანი vs მახაჩევზე რომ დაიწყეს ლაბარაგი. ეს აღიზიანებს გულშებატკივარს. ხანდახან UFC აჯილდოებს არა იმას, ვინც დაიმსახურა, არამედ იმას, ვინც მომენტში კარგად ჯდება. მესმის, ბიზნესია, გასართობი ინდუსტრიაა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორც ფანს, გაქვს უფლება იყო გაბრაზებული. გაქვს უფლება თქვა, აი ეს საერთოდ არ ჯდება ლოგიკაში. სწორედ ამიტომ იქნებოდა გეიჯის გამარჯვება ასეთი ტკივილი. ეს არ იქნებოდა უბრალოდ მოგება, ეს იქნებოდა hard reset-ი.
შეხსენება ყველასთვის, რომ ამ სპორტში სცენარებს ვერ დაწერ. ხანდახან ქაოსი იმარჯვებს. ხანდახან ის ტიპი, რომლის ჩამოწერასაც ცდილობდით, უბრალოდ მოდის, ზალადობას აირჩევს და თქვენს ყველა გეგმას სანაგვეზე მოისვრის. დღის ბოლოს კი რაც არის ეს არის. ვუყურებთ, ვისიამოვნებთ, ვიკამათებთ ინტერნეტში როგორც ყოველთვის, მაგრამ თუ ჯასტინი ამ საგზაო რუკას დახევს, სიმართლე გითხრათ ძალიან მაგრად გამეღიმება. ეს ჩემი აზრია, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ? მგონია რომ ნახევარი მაინც აპირებთ დამიწეროთ რომ გეიჯი მოხუცდა. აბა მოდით კომენტარებში შემეკამათეთ. თუ პედი მართლა ისეთია როგორიც გონიათ, რატომ კანკალებენ მისი ფანები ყოველ ჯერზე როცა მას სახეში ხვდებათ? დაალაიქეთ ვიდეო თუ სიმართლე გიყვართ და გამოიწერეთ არხი რომ შემდეგი აფეთქება არ გამოგჩეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.